დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-სა და მსოფლიო ინვალიდობის ინსტიტუტის ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათი ოჯახის წევრებთან. შეხვედრის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებისა და შეზღუდულობის სფეროში არსებული მდგომარეობისადმი და მათი თანამონაწილეობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის, ინტეგრაციის, ბარიერებისაგან თავისუფალი გარემოსა და თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის საქმეში. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც არსებობს შეზღუდულობის სფეროში და წარმოაჩენთ ის საკითხები, რომელთა განაწყვეტაში მონაწილეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხედრითი წილია და მათი კომპეტენცია. ჩვენ განვთქვამთ იმედს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მეტ ქმედით ნაბიჯს გადადგამს ცვლილებებისკენ, გარემოს ადაპტირებულობისკენ და ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის პროცესის მხარდასაჭერად. დღევანდელ შეხვედრას სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, ზუგდიდ საიშის ეპარქიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის, საგანმანათლებლო სტრუქტურების, მედიისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზნებსა და პრობლემებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც ისაუბრეს. საჯარო ორგანიზაციები შეშეწევა ძალიან ჭირს განსაკუთრებით ერთხელ. გამგეობა იქნება, მერია იქნება, იგივე სოციალური უზრუნველყოფის სამსახური იქნება, საბანკო სექტორი იქნება, ეს თუ დაუშვათ საგადასახადო, ანუ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ვარ და ჭირად მიწევს, მაგრამ ყველგან ჭირს ეს. ზოგადად ადრე შეწევა რთული იყო, ახლა რაღაც გამოსორდა და მენდალა ალბათ იქითკენ მიდის, რომ ყველა გააცნობიერებს და გაითავისებს. იმიტომ რომ თვითონ ჩვენ თუ არ ვიაქტიური და საზოგადოება თუ არ რეაქტიურია, ამ პრობლემას ვინც არ შეჯახებია, ის თვითონ ვერაზროს მას აზრად არ მოვა, რომ ეს გააკეთოს. შეღწევადი უნდა იყოს უნარშეზღუდული ადამიანებისათვის. პირველ რიგში გაკეთებულიც ბევრია მოგარებული პრობლემებიც, მაგრამ დარჩენილი არის სხვადასხვა საკითხები, პანდუსები არის მიშაშენებელი, შეღწევადი უნდა იყოს უნარშეზღუდული ადამიანისათვის. პირველ რიგში პირველ სართულზე მაინც შესვლა. შეხვედრის დასასრულს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან გამგეობამდე გაიმართა სოლიდარობის აქცია მსვლელობა, ღირსება და სამართლიანობა ყოველი ჩვენთაგანისათვის.